არალეგიტიმური ხელისუფლება საზოგადოების პროტესტის ჩახშობას ყველა მეთოდით ცდილობს, ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის, რომელიც დედაქალაქის მერიამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა, ტენდერი გამოცხადდა. მერის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სწორედ იმ ქუჩების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, რომელიც უკვე თვეზე მეტია მასშტაბური პროტესტის ეპიცენტრია. საუბარია მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით არსებული გზის მონაკვეთებზე, სწორედ ამიტომ ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია საპროტესტო აქციების ხელშეშლას ისახავს მიზნად, უფრო ცლად, როგორი არის შეფასებები მერის მიერ გამოცხადებული ტენდერის გარშემო, ნინი ჟიჟიაშვილი განაგრძობს ახლა საუბარს პირდაპირ ეთერში. ნათია, თბილისის მერიამ 4 ტენდერში გადაანაწილა რუსთაველის რეაბილიტაციის გეგმა და ამ 4-ვე ტენდერის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 28,440,441 ლარს და ეს ტენდერები გამოქვეყნებულია დეკემბრის ბოლოს. ამავე ტენდერების დოკუმენტაციით ირკვევა, რომ რუსთაველის რეაბილიტაციის გეგმა ჯერ კიდევ მზად იყო 2021 წელს და ამ წლების განმავლობაში თბილისის მერიას შეეძლო, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაეწყო, მაგრამ ეს არ გაუკეთებია ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ის არგუმენტი თუ ამას გამოიყენებს თბილისის მერია, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, არ იქნება რელევანტური მაინც და მაინც ახლა, როდესაც ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და სწორედ ამ ქუჩებზე ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველდღიურად, გადაწყვიტა კახაკალაძემ, რომ დაიწყოს რუსთაველის გამზირის და ყველა იმ მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ამ თვეების განმავლობაში, ამ კვირების განმავლობაში თვეზე მეტია არის პროტესტის ეპიცენტრი. აქ არის ერთი მტკიცებულება და ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის, რომ ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციებზე თანხმობა სხვადასხვა კომერციული კომპანიებიდან, როგორიც არის მაგდი, სილკნეტი, GVP და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტები დათარიღებული არის 2021-2022 წლიდან. ანუ 2021-22 წლიდან ფაქტობრივად მზად არის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შეთანხმებები და პროექტები. ალაძე მოიტყვება, როდესაც იტყვის, რომ ეს არის გადაუდებელი და არის ძალიან ცუდი მდგომარეობა კომუნიკაციების კუთხით, რადგან 3 წელია ფაქტობრივად ადამიანს შეუძლია, რომ ეს რეაბილიტაცია გააკეთოს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ახლა კალაძე ახორციელებს, ეს არის რუსთაველის წმენდის ოპერაცია, ასე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტით შენიღბული. თუ ვინმე სჭირდება დღეს რეაბილიტაცია, ეს არის რუსთაველის ქუჩა, არამედ საქართველოა. საქართველოს სჭირდება დღეს დიდი პოლიტიკური გადატვირთვა, სჭირდება ახალი კოალიციური დემოკრატიული სახელმწიფო. კახიკალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციით, ქუჩების დაკეტვით, რაღაცა მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს და ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების და მისი მდგომარეობის რეალური გამოვლინება. 14 იანვარს გახდება ცნობილი, რომელი კომპანიები მიიღებენ კალაძის დაგეგმილ რუსთაველის რეაბილიტაციაში მონაწილეობას, რაც შეეხება ვადებს. კორუფციის მკვლევარები გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია, როდესაც საქმე კახაკალაძის ტენდერებს ეხება, ვადებზე საუბარი, რადგან მათ ახსოვთ არაერთი ინფრასტრუქტურული მნიშვნელოვანი პროექტი დედაქალაქში, რომელიც გონივრულ ვადებში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დროში უსასრულოდ გაიწელა.